მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ არხს Energy Fishing, მე კი გიორგი ვარ. დღევანდელ ვიდეოში გაგაცნობთ Seaway და სპინინგის ჯოხებს, რომელსაც ძალიან ბევრი სხვადასხვა ტესტის, სხვადასხვა ზომის და სხვადასხვა ნაირსახეობის მოკლედ სპინინგის ჯოხები აქვს. დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგეწონებათ, გამოგადგებათ სპინინგის თევზაობაში, განსაკუთრებით მათ, ვინც ახლა იწყებს სპინინგის თევზაობას. ასე რომ, აუცილებლად უყურეთ ვიდეოს ბოლომდე, გამოიწერეთ ჩემი არხი, გააქტიურეთ ზარაზღალაკი. დღევანდელი ვიდეოს დალაიქეთ და მოდით დავიწყოთ. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ Seaway და გახლავთ ჩინური ბრენდი, თუმცა აი ესეთი ჩინური ხომ იცით, რომ საკმაოდ კარგი ხარისხი არის და კარგს აწარმოებს. აი ზუსტად ესეთი ბრენდი არის Seaway და ხელმისაწვდომი ფასი აქვს ნებისმიერ ჯოხს, რომელსაც Seaway და აწარმოებს. სხვადასხვა ტესტით არის თავისთავად სხვადასხვა მოდელები და მინდა დავიწყო ესეთი მინიმალური ვერსიებით, რომელიც ჩვენს წყალსაცავებზე ასე თუ ისე მორგებულია და ვიცით, რომ ეს ტესტი აი ამ კონკრეტული საქმისთვის ძალიან კარგი და გამოსადეგი არის. პირველ რიგში მინდა გაგაცნოთ შედარებით დაბალი ტესტის მოდელი 0.5 გრამიდან 100 გრამამდე. ეს არის ფაქტიურად მიკრო ჯიგის ჯოხი, რომელსაც შეგვიძლია ვითევზაოთ განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა ქორჭილა მაგალითად არის პასიური და გვინდა რომ პატარა სიმძიმეებით, მაგალითად 3 გრამამდე, ასე რომ ვთქვათ, სიმძიმით დაუმიზნოთ ქორჭილას და მოვატყუოთ, როცა კიდევ ერთხელ აღნიშნავ არის პასიური. ეხლა გავხსნით თქვენთან ერთად ამ ჯოხს. სხვათა შორის ამ ჯოხს წვერში თავზე აქვს დამაგრებული თავისივე დამცავი, რომელიც სხვა ბრენდებში ან ფაქტობრივად არ ხდება ხოლმე. ესე გამოიყურება, ორ ნაწილისგან შედგება თავისთავად სპინინგის ჯოხი. არის კარბონ გრაფიტისგან დამზადებული, საკმაოდ კარგი ხარისხის მასალაა. ეხლა ეს მოვხსნათ, ეს რა გვჭირდება. მე ესეთი დამცავით მოვხსნათ და გავუკეთოთ. საკმაოდ კარგი ვიზუალით არის ეს ჯოხი. ხელში კომფორტულად იგრძნობა. რბილი წყობის ჯოხია შედარებით. ესე რბილი, საშუალო რბილია ესეთი. საკმაოდ ესეთი კარგი გრძნობელობა აქვს. დარწმუნებული ვარ 3 გრამამდე ასე ვთქვათ სიმძიმე საკმაოდ კარგად დაამუშავებს. 0.5 გრამი, 2 მეტრი და 10 სანტიმეტრი სიგრძეში. ნორმალური მოდელია. იმის გათვალისწინებით, რომ მართლა ძალიან ბიუჯეტურია და აი ნებისმიერი დაამწყები სპინინგისტისთვის არის ხელმისაწვდომი ფასით, შეგიძლიათ შეიძინოთ თავად დარწმუნდეთ, რომ საკმაოდ კარგი ხარისხი არის თავის პასთან მიმართებაში. ხო, აღნიშნული ვერსიის შეძენა და ზოგადად ყველა მოდელის რასაც დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ, შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ონლაინ მაღაზია nftfish.gz-ზე, ეკრანზე იქნება მის სამართი და ასევე ვიდეოს კომენტარში, ასევე ფლაგმან ჯორჯიაში, შეფასე მარჩუკში, რომელიც არის ოფიციალური წარმოადგენელი აი ამ კონკრეტული ბრენდის Seaway-დას. შემდეგი მოდელი, აბსოლუტურად იგივე ვერსია, ამ მოდელს აქვს სამი სხვადასხვა ტესტი, რაც დღეს მე მაქვს წარმოდგენილი თქვენთვის. 0.5-დან 3 გრამამდე იყო ის ვერსია, იგივე მოდელი არის 0.8-დან 6 გრამამდე, ამას აღარ გავხსნი, იმიტომ რომ იგივე ვიზუალი აქვს და უბრალოდ განსხვავებული მონაცემები. 0.8, 6 გრამი, სიგრძეში აბსოლუტურად იგივე არის, 2 მეტრი და 10 სანტიმეტრი. ეს ვარიანტი შეგიძლიათ შეიძინოთ. ეს უკვე შედარებით ისეთი სტანდარტული აქტიური პერიოდის ჯოხი არის, თუნდაც აი ამ პერიოდში შემოდგომაზე როდესაც საკმაოდ აქტიურობს, 6 გრამამდე სიმძიმით შეგიძლიათ მაქსიმუმ ითევზაოთ და სრულიად კარგი მისაღები არის ჩვენი წყალსაცავებისთვის. ამ ჯოხს გამოიყენებთ პირველ რიგში აუცილებლად ქორჭილაზე, როგორც თბილისის ზღვაზე, ასევე ალგეთზე, წალკის წყალსაცავზე და ბევრ სხვადასხვა ადგილზე, სადაც რა თქმა უნდა ქორჭილა ბინადრობს. ასევე მესამე მოდელი არის 1-დან 7 გრამამდე. ესეც საკმაოდ კარგი ვარიანტია, ესეც ჯიგისთვის არის გათვლილი, ანუ შეგვიძლია სილიკონებით ვითევზაოთ საკმაოდ კარგად. ამ ჯოხს ვერ გავუწევდი რეკომენდაციას ამ ჯოხზე, რომ ყარისატყუარებით შეგიძლიათ ითევზაოთ, რადგანაც არ არის მაინც და მაინც კარგი ჩემი გადმოსახედიდან და არც ბრენდს არ აქვს გათვლილი ყარისატყუარებზე. ყარისატყუარებში იგულისხმება, რა თქმა უნდა, მაგალითად ყანყალა, ვობლერი, ტრიალა და ასე შემდეგ. ეს მოდელი პირდაპირ გათვლილი არის ჯიგისთვის, ანუ სილიკონებით რომ ვითევზაოთ ქორჭილაზე. უბრალოდ ესეთი ვარიანტი გვაქვს. ახლა გადავიდეთ შემდეგ მოდელზე. ეს არის Black Cat. ანუ შავი კატა. ცნობილი სახელი აქვს, არ ვიცი რა დაარქვეს, მაგრამ მოდით გავხსნათ და ერთად ნახოთ. ამ კონკრეტული ჯოხის ტესტი არის 2-დან 10 გრამამდე, სიგრძეში 2 მეტრი და 10 სანტიმეტრი. აბა ნახოთ, გაიმალება ჩვენს შეფუთულ ჩანთაში. ნახოთ, საკმაოდ ესეთი ნორმალური დიზაინის მოდელი არის, არაფერი განსაკუთრებული და განსხვავებული, რაც აქამდე არ გვინახავს, თუმცა ნამდვილად ხელმისაწვდომი ჯოხი არის.
ეს უკვე 2-დან 10 გრამამდეა, საკმაოდ კარგი მოდელი არის, ეს არის ტუბულარი წვერით, ნუ სოლიდი წვერი აქ არ გვაქვს, ტუბულარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ვერსიით შეგვიძლია ვითევზაოთ როგორც ჯიგზე და საკმაოდ ხისტი მოდელი არის, გამიგვირდა. კი ბატონო, საკმაოდ ხისტი და კარგი ვერსია არის. შეგვიძლია ვითევზაოთ როგორც ჯიგზე, ანუ სილიკონებით, ასევე შეგვიძლია გავატაროთ მყარი სატყუარები. შავი კატა მოკლედ საკმაოდ კარგი დიზაინით არის, კარგად გამოიყურება. საკმაოდ ბიუჯეტური არის და ნუ ცხელშიც კარგად ჯდება და ძიმეც არ არის. მშვენიერი კარგი მოდელია. ვაუ, ეს მომეწონა. ამ ვერსიას, ანუ შავ კატას აქვს კიდევ 2 სხვადასხვა ტესტის ჯოხი. ეს არის მაგალითად 3.17 და ასევე აქვს 10.30. ნუ 3.17 არის უფრო საშუალო ესეთი დაახლოებით უნივერსალური ვარიანტი, რომელთაც შეგიძლია ითევზაო როგორც ჯიგზე, ისე მყარსატყუარებზე და პლუს ქარიყლაპიაზე, ნუ ქორჭილასთან ერთად თავისთავად და აი ასევე 10-30 გრამი ეს მაინტერესებს, რადგან ეს პირდაპირ გათვლილი არის ქარიყლაპიაზე სათევზაოდ, თავისთავად შედარებით მძიმე ჯოხი იქნება, არა ტესტით, არამედ თვითონ ესე მოცულობით, კი ბატონო, თუმცა საკმაოდ ისეთი ძლიერი უნდა იყოს, რომლითაც ნამდვილად კარგად უნდა ვითევზაოთ ქარიყლაპიაზე. ნახოთ, კი ბატონო. ძალიან ხისტია, აი მეგობრებო, ქარიყლაპიისთვის პირდაპირ შემიძლია ეს გირჩიოთ ხელმისაწვდომი ბიუჯეტური ფასით და მერწმუნეთ რომ ქარიყლაპიას მეტი უხეშად რო გითხრათ ძვირიანი ჯოხი ნამდვილად არ ჭირდება, იმიტომ რომ ქარიყლაპიაზე სათევზაოთ, თავარია იყოს რომ დიდი ტესტით და უძლებდეს ესე ვთქვათ ძლიერ გაქნევებს, როდესაც მაგალითად 10-15 გრამიანი სატყუარებით ვთევზაობთ, შორს გავისროლოთ და ამასთანავე დიდი თევზი რო დაждდება, ტესტი გვაძლევდეს საშუალებას რომ კარგად დავეჭიდოთ და ისე ძლიერად მოვქაჩოთ, რადგანაც ძირითადად თბილისის ზღვაზე თევზაობთ ხოლმე ქარიყლაპიაზე, ნუ ის თბილისში ცხოვრობთ და პრინციპში ის წყალსაცავებზე, აი მაგალითად ჩაორზე საკმაოდ ბევრი ბალახია როგორც ვიცი და ბალახში რო არ შევიდეს და ისე ფორსირებულად ძლიერად გამოვქაჩოთ და გამოვიყვანოთ, ასეთი ტესტის ჯოხი ძალიან გამოგადგებათ. ხისტია, აი მართლა უნივერსალურია, აი ძალიან კარგი იქნება, დარწმუნებული ვარ ქარიყლაპიაზე. ამასთანავე მე ვფიქრობ, რომ ამ მოდელებიდან, რომლებსაც დღეს ჩვენ განვიხილავთ, დავიტოვო 2 ვერსია, 2 მოდელი, ერთი ქარიყლაპიისთვის და ერთი ჯიგისთვის და რა თქმა უნდა ვიდეოებში გავტესტო და ვნახო რამდენად კარგად მუშაობს. აბა ვნახოთ შემდეგი მოდელი. შემდეგი მოდელი გახლავთ რაინდი. Night. სახელი კარგია. აბა გავხსოთ ჩვენი რაინდი, ნახოთ შიგნით რა დევს, რა იმალება. აბა ამოვიღოთ და ვნახოთ. ვაუ, საკმაოდ კარგი ვიზუალით და საკმაოდ კარგი დიზაინით არის პირველ რიგში, დიზაინი მომეწონა, თევზი ახატია. საკმაოდ წვრილი ბლანკია, რომელიც მომწონს, ნუ კარბონი რო არის აშკარად ეტყობა. ესე იგი 2-დან 8 გრამამდე არის აღნიშნული მოდელის ტესტი. ნუ პირდაპირ მითითება გვაქვს, რომ ჭექა-ქუხილში არ უნდა გამოვიყენოთ, რადგან კარბონის შემცველობა მაღალია და დენმა შეიძლება დაგვარტყას. 30T კარბონით არის დამზადებული, რომელიც საკმაოდ კარგი ხარისხის კარბონი არის და სხვა ბრენდებში ასეთივე მასალას ცოტა ისეთი მაღალი ღირებულება აქვს ხოლმე შედარებით ვიდრე ამ კონკრეტულ ბრენდში, Seaweed-ს გულისხმობ. ნუ Seaweed-ა კიდევ ერთხელ არის ჩინური ბრენდი, მაგრამ ჩინურთან შედარებით საკმაოდ მაღალი ხარისხი აქვს. ესეთი წვრილი ბლანკია 2-დან 8 გრამამდე, ესეც არის მეგობრებო ტუბულარი წვერით. ძალიან კარგი ვერსია არის. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ დინარეზე სათევზაოთ. ძალიან კარგი მოდელი აშკარად, ხისტი არის, კარგად დაიჭერს წყალს, დარწმუნებული ვარ, სათყუარას დინარეზე, დინებაზე. ვიზუალით რა ვიცი, მშვენიერი, ასეთი მოდელი. კარგი, ძალიან კარგი. 2 მეტრი და 10 სანტიმეტრი, რაღაც ისეთი სტანდარტი აქვს, მოკლედ ეს 2 მეტრი და 10 სანტიმეტრი. საშუალოდ ესეთი ზომები აქვს ხოლმე 10 გრამამდე ტესტის ჯოხებს ამ ბრენდში. ნუ ვისურვებდი ცოტა გრძელი იყოს, მაგალითად ჯიგის ჯოხი იყოს მინიმუმ 2 და 20 სანტიმეტრი, რომ საკმაოდ ისეთი მეტი შორტ დისტანციაზე გავისროლოთ ხოლმე, თუმცა ეს კონკრეტული ვარიანტი მე ნამდვილად მომწონს. სუბუქია, წვრილი ბლანკი აქვს, 2-დან 8 გრამამდე ტესტი არის. დინარისთვის ალბათ ვფიქრობ ძალიან კარგი. მეგობრებო, ვისაც გინდათ დინარეზე თევზაობა და ნუ ამითი პრინციპში ჯიგზე შეგვიძლია ვითევზაოთ, იმიტომ რომ ტუბულარი წვერი საკმაოდ მგრძნობიარე წვერია, ხისტი რადგანაც არის პლუს, კარგად გავიგებთ მოკლედ თევზი ჩარტყმებს თუ მაგალითად ქორჭილაზე გვინდა თევზაობა. კმაყოფილი ვარ. ჯერჯერობით ყველაზე მეტად რაინდი მომეწონა აი ამ ვერსიებში უნივერსალურობის მხრივ, რადგან 2-დან 8 გრამამდე ტესტი არის ისეთი ტესტი, რომლითაც დინარეზეც და ტბაზე შეგვიძლია ითევზაო. შემდეგი ვერსია იგივე Night, ანუ რაინდი.
თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს უკვე შედარებით მაღალი ტესტი, ეს არის 3.12. ნუ აქ ერთი მინუსი ის არის, მეგობრებო, რომ იგივე სიგრძის ჯოხი არის ზუსტად 2 მეტრი და 10 სანტიმეტრი, რომელიც კიდევ ერთხელ რაღაც სტანდარტი აქვს ამ ბრენდს, მაგრამ ამ ტესტში ვისურვებდი, რომ უფრო მეტი სიგრძე ქონოდა. მაგალითად 2 მეტრი და 21 ანუ 2 მეტრი და 29 სანტიმეტრი. ეს არის სტანდარტები კიდე სხვა ბრენდებში, მაგრამ 2 მეტრი და 10 სანტიმეტრი ვფიქრობ საკმაოდ ისეთი მოკლე არის 3.12 გრამის ტესტისთვის. თუმცა ზოგ შეიძლება გამოგადგეთ და პირიქით ეს ტესტის და ზომის ჯოხი მოგწონდეთ, ანუ სიგრძეს გულისხმობ. ნუ იგივე ვარიანტია პრინციპში არაფერი განსხვავებული, ზუსტად იგივეს ვხედავ, ოდნავ მსხვილი ბლანკი, რადგანაც ტესტი მაღალია და სიგრძე იგივეა. ნუ არ ვიცი. მე 2-8 გრამი ჯერჯერობით უფრო მეტად მოგწონს. ესეც ეს. ხო, ამ ბრენდს ასევე აქვს ქარიკლაპიისთვის გათვლილი ჯოხი და ვფიქრობ, რომ ეს უკვე ძალიან კარგი იქნება. სიგრძე ამ შემთხვევაშიც ანალოგიურია 2 მეტრი და 10 სანტიმეტრი, აქაც არაფერი შეუცვლიათ. ესე სტაბილურად მიხვებიან მოკლედ 2 მეტრი და 10 სანტიმეტრს. ვნახოთ მესამე ვარიანტი. ნუ კი ბატონო, ეს უკვე ისეთი ძალიან ხისტი, საკმაოდ მყარი, შვენიერი ჯოხი არის 5 გრამიდან 20 გრამამდე ტესტით, რომელიც შეგიძლია ქარიკლაპიაზე მშვენივრად გამოიყენო. მოკლედ აი ესეთი ქარიკლაპისთვის გათვლილი ქნაით, იგივე რაინდი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ესეც რა თქმა უნდა 30T კარბონით არის დამზადებული და საკმაოდ მაღალი ხარისხის ვერსია არის. ნუ მოკლედ აი ესეთი 3 მოდელი გვაქვს, ანუ 3 ვერსია გვაქვს რაინდში. 3 ტესტით 2-დან 8 გრამამდე, 3.12 და 5.20. ეს ვერსია ხა შედარებით უფრო მაღალი ხარისხი არის ვიდრე დანარჩენი მოდელები, რომელიც ვახსენეთ და ვფიქრობ, რომ თუ გინდათ რომ ითევზაოთ მდინარეზე, ქარიკლაპიაზე, შეგიძლიათ ამ ვერსიიდან აარჩიოთ ერთ-ერთი ვარიანტი. და ბოლოს მინდა გაჩვენოთ ჩემი ფავორიტი ვერსია, რადგან ამ ეტაპზე მე ვარჩევ ქარიკლაპიაზე სათევზაო ჯოხს და შესაბამისად მივედი ასეთ მოდელზე. ეს არის Siveidas ბრენდის Amazoni ესეთი მოდელი, რომელიც არის ტესტით 6-დან 25 გრამამდე. საკმაოდ კარგი ტესტი არის ქარიკლაპიაზე სათევზაოთ და სიგრძეში არის 2 მეტრი და 40 სანტიმეტრი. მეგობრებო, ეს ჯოხი პირდაპირ არის გათვლილი დიდი ზომის თევზის დასაჭერად. ნუ ძირითადად ქარიკლაპია იგულისხმება. ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ მაგალითად ფარგაზე, რადგან ფარგის ზომები საკმაოდ მოიზარდა ჩვენს წყალსაცავებში, სადაც ბინადრობს და ამ ვერსიით პირდაპირ შეგვიძლია დავუმიზნოთ მოკლედ აი ამ ორ თევზს. ნუ ალბათ უმეტესად მაინც ქარიკლაპიას. საკმაოდ მძლავრი ვერსია პირდაპირ ეთყობა, ხისტი, მყარი, ისეთი ძლიერი, რომლითაც დიდი თევზები შეგვიძლია თავისუფლად ისე მოუქაჩოთ და კარგად გამოვიტანოთ. მოდელი არის Amazoni, კარბონით არის თავისთავად დამზადებული ესეც, აქაც 30T არის გამოყენებული, რაც ძალიან კარგი ხარისხის სპინინგის ჯოხს და მასალას გულისხმობს. წებო საკმაოდ კარგად არის დამუშავებული, კოლიცოები დიზაინზე მომწონს. შვენიერი ჯოხი არის და იმის გათვალისწინებით, რომ სულ რაღაც 100 ლარამდე არის მისი ღირებულება, მეგობრებო, მერწმუნეთ, რომ ასეთ ფაში ვერც ერთ ბრენდში ვერ ნახავთ ასეთი ხარისხის კარბონისგან დამზადებულ ჯოხს, ასეთ კარგ ვარიანტს. მოკლედ, შვენიერი, აი ამ ჯოხს დავიტოვებ. აუცილებლად დავიტოვებ ამ ჯოხს ჩემთვის. ერთი ჯოხი იქნება ეს, რომელთაც ვითევზავებ ხოლმე ქარიკლაპიაზე და მეორეს აუცილებლად დავიტოვებ ქნაითს, ანუ იგივე რაინდს 2-დან 8 გრამამდე. ეს ორი ჯოხი გახდება ჩემი აუცილებლად დღეს, დავიტოვებ და შემდეგ ვიდეოებში აუცილებლად ერთად ვნახავთ, თუ რა შედეგს დააფიქსირებს სხვადასხვა ტიპის თევზაობისას ქარიკლაპიაზე და მდინარეზე. მეგობრებო, აღნიშნული ვერსიები, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ შეიძინოთ ონლაინ მაღაზია ერთი ფიშჩიზე და ასევე შპს მარჯვეში, რომლის მულების, მისამართების და საკონტაქტოებიც, რა თქმა უნდა, ეკრანზეც და ვიდეოს ქვევით აღწერაშიც იქნება. შვენიერი მოდელებია, მე კმაყოფილი ვარ Siveidas-ი, ჯერჯერობით ვიზუალური შეფასებით, ხელში ასაზოგსნობ და რა თქმა უნდა, მასალით, რომლითაც არის დამზადებული, პრაქტიკაში კი რა იქნება, ამას აუცილებლად ერთად ვნახავთ შემდეგ ვიდეოებში. ამიტომ არ უნდა გამოტოვოთ ასეთი ვიდეოები, გამოიწეროთ უნდა ჩემი არხი, გააქტიუროთ ზარზღლაკი და ვიდეოებსაც მალე მიხილავთ. ასე რომ წარმატებები ყველას, შევხვდებით მომავალ ვიდეოში. აბა დროებით.